სახელთა მამისა და დადისა სულთისა და გილოცავს დღეს დღესასწაულს თუ დიდ და უდიდეს დღესასწაულს შობას მინდა დიდებულთა სამეწელსა იოანე ნათლისმცემლისა. იცით ცხოვრება მისი, იცით ყოველი რაც ითქვა და წერია სახარებაში და მაგრამ ჩვენ გვესმის თუ არა რასაც კითხულობთ სახარებაში. დაგითხრით წავიკითხეთ. ცოდით ვიცით. მაგრამ სიღრმე ცოდნისა თუ არის ჩვენში. აი მაგალითს გვაძლევს ესეც. იყო ცოლ-ქმარი. მართალნი ცხოვრობდა. სამძულო პირი იყო, ადარში უწევდა და რიგის მიხედვით მსახურება იქ დადგენილი იყო წინსაძღვრში 12 თვეა და 24 ოჯახს წევს რიგითობით უნდა ემსახურათ ადარში. აი ორ-ორი კვირა თითოს ეკუთვნოდა. მართალნი იყვნენ და შვილი არ ეძებოდათ. უშვილობა ანუ შვილობა ეძება ოჯახს, ცოლ-ქმარს ისწრებოდა რათა ცოდის გამო. ყველა ხედავს რომ მართალი ცხოვრობენ, მარხულობენ, ლოცულობენ, ძულის წესრიგს ასრულებენ, დღესასწაულებია თუ მარხვა, ყველაფერს ასრულებენ და შვილი არ ეძებათ. ესე იგი ეს წარმოდგენა რომ ცოდის გამო რაღაცა წარუმატებლობა ოჯახში არა სწორი. მართალნი იყვნენ და რამე ფარული ცოდა ქონდათ არა, განგება იყო ღვთისა. და ვინ გაიგებს ხის განგებას, სანამ არ აღსრულდება ეს განგება. არც ზაქარიას ესმოდა, არც ელისაბედს ესმოდა, არც მით უმეტეს ხალხს. ზაქარიას გამოიცხადა მთავრანგელოზი გაბრიელი. აუწყა? მიიღო უწყება. რა ეგო შეუძლებელი არის? რა არის შეუძლებელი? ღვთისათვის შეუძლებელია? ღვთის გამოგზავნილი მთავრანგელოზი გეუბნება და არ გჯერა. ეხლა ხალხში მithქვა მოთქმა არის რომ რამე ფარული ცოდა აქ და არ გიმჟღავნებენო რა შეასაკ რატო არ ეზეს უფალიშვილს და ეს ელისაბედი ეს თავის თავს ეს შეურაცხყოფ გზნობს რო არ ეძება შვილი და აი სოფლის ლაზოვნება და ღვთის განგება. ზაქარია რომელიც წერილი იცოდა კარგად, წინა წერილი კარგად იცოდა, მდელი იყო, კეთილსინდისის პატიოსანი, გამორჩეული და წერილში ხო იცოდა სარას მაგალითი, სამოძრახე დედის მაგალითი, რომ არ ეძებოდა, მაგრამ მე უფალმა მისცა. და ის საგანგებო შვილი იყოს. ხო? აი, საოცარია, ხო? მე ისააკი მიეცა. ისააკი დავიდა მოდგმა. და იქაც მე წინასამეტყველი სამუელი მოევლინა ქვეყანას. აი აქაც ესე დაავიწყდა, რის გამო შიშისგანო. აი ამ სოფლის და გაშლის შიში გვაქვს ადამიანებს. სიცოცხლის დასასრულის შიში გვაქვს ჩვენ. ბუნებრივია. თორემ ადამიანი მარადულ ცხოვრებაში დაბადებული. და მასე განცდა სულ იქნება. და უცებ გებულობს რომ დამთავრდა. აგე პასუხი. შეშინდება. შეშდა შიშმა გონება დაუბრუნდა. დაავიწყდა წინასწორში რა წერია. საფრთხო ისტორია რას მაგალითად გვადლებს და უთხრა ხა ეგ როგორ იქნებაო შენ რაღაცა უცარს მეუბნებიო მე მოხუცდე ჩემი მეუღლე მოხუცდაო შეუძლებელია და რაღაც ანუ თავს იცავს მაცდური ხო არ არის ვინმეო სად ტადარში საკურთხეველში ღვთისმსახურების დროს ხო მაგრამ სამოთხეში ხო იყო მაცდური ხო შემოვიდა ხო მოხდა ხე ცხოვრებისა იყო და ხე კენზაბორტისა და იქ მოვიდა და
არჩევანი ორი ხე არის ცხოვრების უფათარეთობის და მეორე თუნდაც უფალმა გითხრა იმას მიიღებ და მაინც იქით გადაიხარა ადამიანი. აი ამ არჩევნის წინაშე დგას ყველა ადამიანი ამ ქვეყანაზე და ზაქარიამ ადამიანურად თქვა რომ არა არ როგორც მოძღვარმა არა ცოდნეთ მინდა წერილისა სახალხო გადმოცემისა როგორც ადამიანმა ეს შეუძლებელია ღვთისმეტყველების შესაძლებელია და რატო დაუხშე მას მეტყველების და სმენის უნარით ერთდროულად საიდან ჩასო სმენა არ ქონდა რომ ნიშნებით ანიშნებდა რაღაცას ვერ ამბობდა მაგრამ რო ეუბნებოდნენ ფიცარი მოითხოვ რაღაც დავწერო რას მეუბნებით არ მესმის რას მეუბნებით რატო ეს ორი წყარო რომელიც ჩვენ გაკავშირებს ქვეყანასთან კომუნიკაციური სმენი დღებულობ ენით პასუხობ და ორივე რომ გამორთო სოფლისაგან რაზე გეუბნებოდი გამორთე ტელეფონი ამ სოფლისგან გამოერთეთ ამ სოფლს აი მაგალითი პირად ცხოვრებიდან წმინდა წერილიდან გააქვთ ყველას სანამ არ აღსრულდება ეს სიტყვა აღსრულდა მაგრამ რა შეელოდებოდნენ შვილს ჩვეულებრივ შვილს ელოდებოდნენ მაგრამ როდესაც იშვა ნათქვამი აღივსო ზაქარია სული წმინდითო თავისით კი არ ამბობს შუტრის მადლით უფალმა გამოუცხადა მას რომ რატო არ გეძლეოდა და ეხლა მოგეცა რომ შენით კი არა ადამიანურად არამედ ღვთისაგან და ღვთისათვის და შენ თანამონაწილე გახადა უფალმა ამ დიდი საიდუმლოში თაყვანით მას და ადიდე უფალი შენ და აი აბა ჩვენ წერიდან ნუ სწავლობდეთ ჩვენ ცხოვრებას ჩვენ როგორ ვიცხოვრობთ ვიღაცას არ ემართება ხელი ხო ცხოვრებაში უნუგეშეთ ნო იქნება თვითონ თუ მართალია თვითონ თუ ცხოვრობს ეკლესიურად რწმენით ძალობით და აი საოც არია რომ ითქეს რომ სახელი დავარქვათო და ელისაბედი ამოსა იოანეო რატო ზაქარია რაო მამის სახელი იოანე ნიშნავს ღვთის წყალობას ღვთის მადლს ელისაბედმა იცის რომ მისით კი არ მიეცა ღვთით მიეცა და უფალმა ეს წყალობა ხოვდა მადლი მისცა მას და ანუ ასაკ გადასულს მისცა ეს შესაძლებლობა შვილიერების ამიტომ ბუნებრივად ამ სახელს უტოდებს ჩვენ რა სახელს ვედარდით ხოლმე ეს შვილებს ნუ არის წმინდა სახელი ნინო ნინცო ნუნცო ნენე ნინე ნინუკა რატო ვამახინჯეთ ნინო რა არა ორიგინალურია ხო ამ ნინოები რამდენია და ნინუკა ერთია თუ ნინცო ერთია და ნინია კიდე ერთი სხვა და ყველგან განსხვავებულია მაგრამ არც ერთ წმინდანი არ აყავს ფარული წმინდანი არ აყავს და ნინია და ესი არ ვიცით ვინ არიან ესენი ღვთისმეტყველში ვინ არიან არ ვიცით ნინო ვიცით და კიდათ ფარული თუ ორიგინალური სახელი ხო ცოტა ევროპასთან ჩვენ ურთიერთობა ქონდა გახდა გაჩნდა სახელები ჰამლეტი ცეზარი კიდე რაღაც ამერიკული სახელები კიდე ხო და რატო რომ გაიგო რომ მე წიგნებს კითხულობ გამლეთი წამიკითხია ცეზარის იცი ვინ იყო რატო ის არც გამლეთი იყო ისეთ გამოგონილი პიროვნებაა და არც ცეზარი კიდე როგორი იმპერატორი იყო ხო აი ჩვენ არ ცხოვრობთ ეკლესიურად უბრალოდ არ ვაზროვნეთ ფორმალურად კი მარხვები ვიცით ლოცვი ვიცით კვირადღე ვიცით კი მაგრამ არ ვაზროვნეთ ეკლესიურად რომ ეხლა მოდაში რაღაც სხვა რამ ეს არის ხალე და
აი დღევანდელი დღე ვიცხადებს კიდე ერთხელ რომ უფალი შუფებს, უფალი განაგებს და შეიძლება განგება ღვთისა, მაგრამ თუ მადლი არ მოგეცა ვერ გაიგებ, მაგრამ მოთმინება იქონიე, საშუალება და რწმენა ღვთისა და უფალი მოგცემ შენ უკეთეს იმაზე ვიდრე შენ ელოდები. და აი სულიწმით აღივსო ზაქარია თქვა და შენ ყმაო ძე მაგლისა ეტოდოს. ნუ ჩემით კი არა ღვთით ხარ შენ ამ ქვეყანაზე მოვლენილი და ღვთის საქმისათვის ნუ წარუძღვე წინო ხსნელ სოფლისას. ხო ეს არ მეტყველი დიდი მისი. საიდან მოიწნა? ადამიანი აზრონ გონებით ამას ვერ მიყვება სულიწმინდით. ამიტომ იღვაწეთ რომ მადლი ღვთის ეყოს თქვენზე და მე დაინახოთ რა არის ჭეშმარიტი, რა არის სწორი. დღეს როგორი დაბრეულია ხალხი ამ პოლიტიკური აზრებით. ემარჯვენე, მემარცხენე, კიდე რაღაცა უსაური სახელები გაჩნდა. ოღონდ სხვა პარტიაში შევიდეს ამ პარტიას. არ შექმნას ახალი პარტია და ჩემი პარტიაო და აი როგორ დაბრეულობა რატო უმადლოდ ცხოვრობთ და იმიტომ ღვთისა დაგვავიწყდა რა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღსრულდა ჩვენი დიდი წინაპრები დაგვავიწყდა და დღეს ამას ვიგონებთ გას ახალ საქართველოს რომ არავის არ აინტერესებს სოფლიოში შენ სოფლიოში ვარ ცნობილი ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენი ისტორიით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობით ამით ვარ ცნობილი უცხო ჩამო სად მიყავს ხედი ჯვარზე სვეტი ცხოველში კიდევ უყვებით ისტორიებს აი საიდან მოდივართო და ამის შემდეგ მე ისე უბრუნდება ამ ცხოვრებას ანუ შეიცვალა ღირებულთა სისტემა ჩვენ შორის ესე ვთქვათ ღირებულია ის დღესაც ცივილიზებული სამყარო გთავაზობს რომელი ღვთის გარეშემოთ არის ის გთავაზობს და რაც გთავაზობს უხთო გონება ხმის რას საცდურს მომხიბლავს რაღაცა რომ მოხიბლოს ადამიანი კი ტექნიკური წარმატება არის მაგრამ ტექნიკური წარმატება ეს მაინც წარმავალი და დროებითია აი პირველ თვითმფრინავი როდის გააფრინეს მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს საუკუნის თვითმფრინავი კი არა რაკეტები დაფრინდა თვარეზე და მარსზე და ის ახლა გაეცინა რაღაცა როგორი ფიცების და ფანერზე შექმნილი თვითმფრინავი იყო შეიცვალა ასე ყველაფერი იცლება ცვალებადია ეს ქვეყანა მაგრამ ჩვენ დროში ცხოვრობთ იმ დროში უნდა ვიყოთ უფალთან ერთად უფლის მიერ ვიყოთ ეს არის მნიშვნელოვანი წარმავლე წავა მარადიულ დარჩება თქვენთან აი მე მახსენდება ხშირად რომ უკვე იქ კულუარებში გადაწყვეტილი იყო საფრთხეში დაიშლებოდა მაგრამ ხალხს ამას არ უცხადებდნენ და რატომღაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოგზავნა საქართველოში და სიონის ტაძარში მოგზავნა და უდრეს ხო რომ სიტყვა თქვითო თქვენ ჩამოსის მისია და საოცრად თქვა როგორ მან ეს შემთხვევით არ თქვა მაგრამ რა თქვა გარშემო მან დაინახა რომ უბრალო მორწმუნე ხალხი კი არ იდგა იყო სპეცსამსახურით მოყვანილი საშვებით ადამიანი შარლ კოსტუმით ჰალსტუქებით ხო ხელგაყრილი მეუღლეებთან ერთად და ამ ხალხს მიმართა უთხრა თავრობი მოდიან და მიდიან ეკლესია დგას ქვეყანაზე ურყევად მოწმეთ მარადიულობისა აი ამათ ესე მან ეს იცის მაგრამ თვითონ ემსახურება წარმავალს ანუ ცოდნა არა საკმარისი რწმენა აუცილებელი რწმენა ის ძალა რომელიც ამ ღვთისმიერ ცოდნას დალასავდეს რომ თქვენში იმოქმედოს და თქვენით იმოქმედოს ქვეყანაზე ხნეთი ყავით და გაძლიერდით ჩვენთან არის ღმერთი